მოგესალმებით. მოცემული ვიდეო გაკვეთილის მიზანია გაგაცნოთ თუ როგორ მოვიხმაროთ სამეურნეო დახმარების პროგრამა. შევდივართ ინტრანეტის გვერდზე. მარცხენა მხარეს ჩამონათვალში ვაჭერთ წარწერას სამეურნეო დახმარება. როგორც ხედავთ, მოცემულია ცარიელი უჯრები. პირველ უჯრაში შეკავთ პირადი ნომერი. თქვენს შემთხვევაში მიუთითებთ თქვენს პირად ნომერს. ვაწვევით ღილაკს ძიება. ძიების შედეგად გამოჩნდება თქვენი სახელი და გვარი. ვუთითებთ სართულს, თუ რომელ სართულზე ვიმყოფებით, ოთახის ნომერს და შიდა ტელეფონის ნომერს. ვაწვევით ღილაკს დამახსოვრება. ახლა კი განვიხილოთ თუ როგორ განვახორციელოთ შეკვეთა. სტატისტიკის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია გამოიწეროთ მხოლოდ უშუალოდ თქვენთვის საჭირო ინვენტარი. როგორც ხედავთ, მოცემულია 3 ცარიელი უჯრა: ინვენტარი, რაოდენობა და კომენტარი. ინვენტარის უჯრაში ვირჩევთ იმ ნივთს, რომელიც გვესაჭიროება. მაგალითად, კურსასმენი. კურსასმენთან მოცემულია ციფრი 2, რაც აღნიშნავს, თუ რა რაოდენობის კურსასმენი არის ამჟამად საწყობში. ვირჩევთ რა რაოდენობა გვესაჭიროება, 1 მაგალითად, და ვაწვევით ღილაკს გაგზავნა. შეკვეთა გაიგზავნა, ათვლა დაიწყო შეკვეთის გაგზავნის თარიღით, ანუ დღევანდელი დღით. დამატებით მოგახსენებთ, რომ ადგილზე მიტანა იწარმოებს ყოველ ორშაბათს დილის 12 საათამდე. სხვა დღეებში შეკვეთის ასაღებად აუცილებელია თავად ჩახვიდეთ სამეურნეო სამსახურში. მიუხედავად იმისა, ისარგებლებთ თუ არა ადგილზე მიტანის სერვისით, გამოწერის დაფიქსირება აუცილებელია. მადლობთ ყურადღებისათვის.